პირველი რამოდენიმე სავარჯიშო, როგორც ყოველთვის, ეროვნულ გამოცდებზე გამოყენებულ ტესტებში არის ძალიან მარტივი. ზუსტად ასეთი არის მეოთხე სავარჯიშოც. სამკუთხედის კუთხეები ისე შეეფარდება ერთმანეთს, როგორც 1, 3 და 5. იპოვეთ სამკუთხედის უმცირესი კუთხის სიდიდე. ეს არის სიდიდის დაყოფა პროპორციულ ნაწილებად, ხო? ასეთი გამოსახულება როცა გვაქვს ხოლმე, ხო? ისე შეეფარდება ერთმანეთს, ეს წინადადება როცა გვხდება, იქ ყოველთვის გვახსოვდეს, რომ შემოგვაქვს ცვლადები. ამ შემთხვევაში x, ხო? ესე იგი 1x, 3x, 5x, ხო? თუ გინდათ დავხატოთ სამკუთხედიც, ხო? 1x ეს ყველაზე პატარა კუთხე იყოს, ეს იყოს 3x შედარებით დიდი კუთხე და ყველაზე დიდი კუთხე იყოს 5x. ეს ნახაზი გქონდეს, თუმცა აქ თავარი არის გვახსოვდეს სამკუთხედის კუთხეების ჯამი 180 გრადუსის ტოლი რომაა. ხო? ანუ ჩვენ შეგვიძლია ესეთი განტოლება შევადგინოთ x + 3x + 5x უდრის ეს ბავშვებს უჭერთ ხოლმე საწყისი რამდენიმე წელი სკოლის რამდენიმე წელი უჭერთ ხოლმე გააზრება იმის რომ ორი რაღაცა სხვადასხვა ფორმით გვაქვს მოცემული. ანუ ეს ნაწილიც არის სამკუთხედის კუთხეების ჯამი, ოღონდ x-ებით მოცემული და ეს ნაწილიც არის სამკუთხედის კუთხეების ჯამი, ოღონდ ვიცით რაც არის. ანუ 180 გრადუსი რომ ეგ ვიცით და ტოლობის ორივე მხარეს ერთი და იგივე რაღაცა წერია, ოღონდ სხვადასხვა ფორმით. აქეთ გვექნება 9x უდრის 180, x უდრის 180 გაყოფილი 9-ზე. ასე შეგვეცა, უბრალოდ 20-ია, ხო? x უდრის 20 და ჩვენ გვეკითხებიან, უმცირესი კუთხე უბრალოდ x-ია, ამიტომ პასუხი არის 20. ამას უნდა მივაქციოთ ყურადღება. ხო, თუ იქნებოდა უდიდესი კუთხის და უდიდესი კუთხე ეს არის 5-ჯერ 20, პასუხი იქნებოდა 100, ხო? ამ შემთხვევაში D არის სწორი პასუხი.